თავი მე-15. ყველა მებაჟე და ცოდვილი მიუახლოვდა მას და უსმენდა. ფარისევლნი და მწიგნობარი ბუზღუნებდნენ და ამბობდნენ: ცოდვილებს ღებულობს და მათთან ჭამსო. მან კი უთხრა მათ იგავი. რომელიმე თქვენგანს რომ 100 ცხვარი ყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს 99-ს უდაბნოში და არ წავა დაკარგული საძებრად, ვიდრე არ იპოვის? რომ იპოვის, სიხარულით მხრებზე შეისვამს. შინ რომ დაბრუნდება, დაუძახებს მეგობრებს, მეზობლებს და ეტყვის: თქვენ სიხარეთ ჩემთან ერთად, დაკარგული ცხვარი ვიპოვეო. თქვენ გეუბნებით, რომ ასევე უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ 99 მართლის გამო, რომელთაც მონანიება არ სჭირდებათ. ადა დედაკაცი, რომელსაც 10 დრაქმა აქვს, 1 დრაქმა რომ დაეკარგოს, განა არა ანთებს სანთელს და არ გამოგვის სახლს, გულმოდგინედ არ დაუწყებს ძებნას, ვიდრე არ იპოვის? როცა იპოვის, დაუძახებს დობილებს და მეზობლებს და ეტყვის: ჩემთან ერთად იხარეთ, ვინაიდან ვიპოვე დაკარგული დრაქმაო. თქვენ გეუბნებით, ასევე იქნება სიხარული ღვთისანგელოზებთან ერთი მონანიე ცოდვილის გამო. კიდევ თქვა: ერთ კაცს 2 ვაჟი ჰყავდა. უმცროსმა ვაჟმა უთხრა მამას: მომეცი ჩემი კუთვნილი წილი ქონებისა და გაუღო მათ მამამ ქონება. რამდენიმე დღის შემდეგ უმცროსმა ვაჟმა მოაგროვა ყველაფერი. წავიდა შორეულ ქვეყანაში და გაფლანგა თავისი ქონება თავაშვებული ცხოვრებით. როცა ყველაფერი შემოეხარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა და მას გაუჭირდა. წავიდა და იმ ქვეყნის ერთ მცხოვრებს მიეკედლა, რომელმაც თავის მინდვრებში გაგზავნა ღორების საძოვებლად. ენატრებოდა მუცელი იმ რკოთი ამოეყარა, რომელსაც ღორები ჭამდნენ. არავინ არაფერს აძლევდა. როცა გონს მოეგო, თქვა: მამა ჩემთან რამდენ მოჯამაგირეს, პური თავსაყრელი აქვს, მე კი შიმშილით გვდები. ავდგები, წავალ მამა ჩემთან და ვეტყვი: მამაო, შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე. ღირსი აღარავა რომ შენს ძეთ ვიწოდებოდე, მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი. ადგა და წავიდა თავის მამასთან. როცა ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ დაინახა და შეებრალა. გაიქცა, კისერზე შემოეხვია და დაკოცნა. ვაჟმა კი უთხრა: მამა, შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე. ღირსი აღარავა რომ შენს ძეთ ვიწოდებოდე. მამამ უთხრა თავის მონებს: მოუტანეთ საუკეთესო სამოსელი და ჩააცვით. გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და სანდლები ჩააცვით ფეხებზე. მოიყვანეთ ნასუქალი ხბო და დაკალით. ჭამოთ და ვიმხიარულოთ. ვინაიდან ეს ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა და დაიწყეს მხიარულება. უფროსი ვაჟი კი მინდორში იმყოფებოდა, რომ დაბრუნდა და სახლს მიუახლოვდა, სიმღერისა და ცეკვა თამაშის ხმა შემოესმა. დაუძახა ერთ მსახურთაგანს და კითხა: ეს რა ამბავია? მან უთხრა: შენი ძმა მოვიდა და მამა შენმა ნასუქალი ხბო დაკლა, რა კი მთელი დაუბრუნდა. ის კი გაბრაზდა და შესვლა აღარ უნდოდა. მამავისი გამოვიდა და თხოვდა. მან კი პასუხად უთხრა მამას: აგე რამდენი წელია გემსახურები? არასოდეს შენს ბრძანებას არ გადავსულვარ და ერთხელაც არ მოგიცია ციკანი, რომ ჩემს მეგობრებთან მემხიარულა. ხოლო როცა მოვიდა ეს შენი ვაჟი, რომელმაც თავისი ქონება მეძავებთან გაფლანგა, ნასუქალი ხბო დაუკალი. მან კი უთხრა: შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და რაც კი რამ გამაჩნია შენია, მაგრამ უნდა ვხარობდეთ და მხიარულებდეთ, ვინაიდან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.